კვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 700-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცი დადების საზეიმო ცერემონია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც წვევამდელებს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედროებმა ქვეყნის დაცვის ფუნქცია ღირსეულად შეასრულონ. საზეიმო ცერემონიაზე ახალწვეულებს სიტყვით პოლკოვნიკებმაც მიმართეს. როგორც თავდაცვის მინისტრის ამოქალაქო პირი, ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია. ჩვენ ბევრი გვყავს გმირი, ვის სახელსაც ვიხსენებთ, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ჭირდება ცოცხალი გმირები, ცოცხალი ადამიანები, ვინც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას. მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, რომ შეგექმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ თქვენი მთავარი ფუნქცია, ქვეყნის დაცვის ფუნქცია შეასრულოთ ღირსეულად. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ და ღირსეულ ოჯახში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ადამიანისათვის არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, დიდება და ამ დროს პასუხისმგებლობა იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი. მიხარია, რომ ჩემი მეუღლე დაიცა საქართველოს ერთიანობას და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცია და საქართველოს ერთიანობას დაიცავს.